ირაკლი ღარიბაშვილი რომ იბრძოდა 2012-ში მაგალითად და მისი გუნდის წევრები კობახიძეც ხომ 2014 წელს მივიდა ქართულ ოცნებაში, პაპუაშვილიც, მდინარაძეც, რომელიც მანამდე მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო, პაპუაშვილი და თვითონ კობახიძე სოროსის ფონდების და სხვადასხვა რაღაცა NGO ორგანიზაციების ხელმძღვანელები იყვნენ. და 2014 წელს ისინი მივიდნენ ქართულ ოცნებაში და პირველი თაობის ქოცებს და გამოუცხადეს ბრძოლა და ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს კიდევაც და მეორე თაობის ქოცები ესენი როგორც ბოლშევიკები იყვნენ 20-ან 30-იან წლებში რომ პირველი თაობის ბოლშევიკები გაანადგურეს მეორე თაობის ბოლშევიკებმა აი ეგრე არიან სერგო ორჯონიკიძეები ბუდუ მდივანი მამია ორახელაშვილები და კიდე სხვები რომ იყვნენ შულავერის კომიტეტის ხელმძღვანელები რომლებმაც რეალურად საქართველოს საბჭოვეს და ლენინ შააბარეს პატაკი აი ასე მოხდა ისინი ხომ შემდეგ დახვრიტეს ეგრეთ წოდებული ნაციონალ უნკლონისტებად რომ გამოაცხადეს და სტალინმა დაახვრეტინა აი ასე არის ახლა კობახიძემ გამოაცხადა ნაციონალ უნკლონისტებად უკვე ღარიბაშვილი და მისი გუნდი რომლებიც უკვე განსასჯელის კამზე სხედან და ვინც მართლა ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას ისინი უკვე ზოგი ციხეშია ზოგს კიდევ ციხე ელოდება და გირაოს სანაცვლოდ არიან